თქვენ უსმენთ გადაცემა პრომოუტერს. თქვენი ბიზნესის წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო რადიო პოზიტივის ეთერიდან. შეგახსენებთ რომ თქვენ უსმენთ გადაცემა პრომოუტერს, რომელიც ყოველ ორშაბათს 18 საათზე რადიო პოზიტივის პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ გვისმინოთ. ჩვენ საუბრობთ ხოლმე PR-ზე, მარკეტინგზე, ბრენდინგზე და სწორედ დღესაც ამ მიმართულებით ვისაუბრებთ. ჩვენი თემა არის დღეს კორპორატიული იდენტობა. რა არის კორპორატიული იდენტობა, რამდენად კორპორატიული იდენტობა მნიშვნელოვანია კომპანიისთვის და როგორია ჩვენი, ასე ვთქვათ, კორპორატიული იდენტობა, როცა პიროვნებას ეხება. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ჩვენი სტუმარი არის ჯეპრას უფროსი სპეციალისტი ნინო სუბელიანი. დიდი მადლობა ქალბატონ ნინო ჩვენთან მობრძანებისათვის და მინდა ასე ვთქვათ აღვნიშნო, რომ სწორედ ჯეპრას ეკუთვნის დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა, რაზეც დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და ასევე სხვებსაც ვთქვათ კომპანიებს უთხრა რომ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენი იდეები და სიამოვნებით ჩვენს ეთერს დაგითმობთ. ქალბატონ ნინო გადმოვალ შეკითხვით და კითხავთ რა არის კორპორატიული იდენტობა და რამდენად მნიშვნელოვანი არის კომპანიისათვის. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ დამპატიჟეთ და ამ საინტერესო თემაზე საუბრის საშუალება მომეცით. კორპორატიული იდენტობა არის პრინციპში ყველაფერი ის, რითაც კომპანია გამოხატავს მის მისიას, ფილოსოფიას, ხედვას, დამოკიდებულებას სხვადასხვა მოვლენების მიმართ, კლიენტებთან ურთიერთობას, სხვადასხვა სტეიქჰოლდერებთან ურთიერთობას, ანუ მის ხასიათს გამოხატავს სხვადასხვა ელემენტებით, იქნება ეს ვიზუალით, ქცევით, თუ სხვა რაღაცეებით, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპანიის განვითარებისთვის, ეს არის ის მთავარი რამ, რითაც ჩვენ განვასხვავებთ, თქვა სხვა კომპანიებს ერთმანეთისგან. ანუ ერთ კომპანიას აქვს თავის ხასიათი და მეორეს აბსოლუტურად სხვა გამოხატულება, ხო? აი ეს არის პრინციპში კორპორატიული იდენტობა. ეს ფერებით გამოიხატება, თანამშრომლის შეიძლება პოსტითაც გამოიხატოს, ანუ ზოგადად ქცევით, ჩაცმულობაშიც ვლინდება ეს ყველაფერი, საუბარშიც, ანუ ყველაფერში, რასაც კი კომპანია აკეთებს და რასაც მისი თანამშრომლები, ასე ვთქვათ, გამოიტანენ საჯაროდ. ხშირ შემთხვევაში ამას ნეტოც ვუყურებთ ინტერნეტში, კორპორატიული იდენტობა, ასე ვთქვათ, მაგრამ არის ხოლმე რომ კორპორატული იდენტობას უყურებენ მხოლოდ როგორც ვიზუალს. რატომღაც მარტო ეს ვიზუალის ზე ამოვიდა სტატიები და არის თუ არა უფრო მეტი ვიდრე ვიზუალი კორპორატული იდენტობა და ის ფასეულობები და ღირებულებები, კომპანიის მიზანი და მისია აუცილებელია და ესეც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის თუ არა ამ კორპორატიული იდენტობის. რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და უფრო მეტიც, ანუ კორპორატიული იდენტობა, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ლოგოში, სლოგანში და ასე ვთქვათ, ბეჭდვით მასალებში გამოხატული. ისევ და ისევ, ანუ ეს არის ბრენდინგის ნაწილი, თუ ბრენდინგის პროცესი შედგა წარმატებით, მას მოყვება თანამშრომელთა ტრეინინგი, ანუ ეს გათვალისწინებული არის ხოლმე როგორც წესი ბრენდინგში, ანუ არის იმისთვის, რომ თითოეულმა თანამშრომელმა გაითავისოს ეს ყველაფერი, მიიტანოს ახლოს თავის თავთან და წარმოადგინოს ის საჯაროდ, ხო? თითოეული თანამშრომლის ქცევაში აისახება ეს, ანუ ის რო ვთქვათ, არც რომელიმე ბანკის თანამშრომლები უპირატესობას ანიჭებენ უკვე ჩვევაში გადასდით, რომ რაღაცა ეს ფერები გამოიყენონ თავიანთ პირად ცხოვრებაშიც, ვთქვათ, ის რომ ეს თანამშრომლები, ასე ვთქვათ, გათვითცნობიერებული არიან კომპანიის მისიაში, ღირებულებებში, ეს ნიშნავს იმას, რომ შიდა კომუნიკაციები წარიმართა სწორად და ეს ყველაფერი დამსახურება როგორც HR დეპარტამენტის, ასევე მნიშვნელოვნად PR დეპარტამენტის. ანუ ეს არის რაღაცა მოცემულობა, სადაც კომპანიის მენეჯმენტი, ასე ვთქვათ, დიდ როლს თამაშობს იმისთვის, რომ ქვედარგოლიც იყოს ამ ყველაფერში გათვითცნობიერებული და შეიძლება ეს იყოს კომპანიის, არ ვიცი, დაწყებული დამლაგებლიდან დამთავრებული, ასე ვთქვათ, ყველაზე მაღალი რგოლით, ან პირიქით დაწყებული ყველაზე მაღალი რგოლიდან დამთავრებული ყველაზე დაბალი რგოლით, ხო? ჩვენ უნდა მივხვდეთ, როდესაც ამა თუ იმ კომპანიის თანამშრომელს ვესაუბრებით, რომ ამოვიცნოთ გარკვეულწილად, რომ ეს თანამშრომელი ეკუთვნის ამა თუ იმ კომპანიას, არის იმ კომპანიის თანამშრომელი. აი მე ვთვლი, რომ დღეს მე ვარ ჯეპრელი,
ხო? ეს რაღაცნაირად უნდა გამოვხატო, ეს რაღაცნაირად გათავისებული მაქვს და ასე ვართ ყველანი, ვინც ჯეპრაში ვმუშაობთ. ასე ვიყავი, როდესაც ვმუშაობდი Heidelberg ცემენტში და ჩემი ყველა გზავნილი, ასე ვთქვათ, ემსახურებოდა იმას, რომ კომპანიის იმიჯზე მემუშავა, წარმომედგინა კომპანია ისე როგორც უნდა წარმომედგინა და ეპასუხა ამ ყველაფერს გარკვეული ამოცანებისთვის, ანუ ეს არის ყოველდღიურ ქცევაში წარმოდგენილი. მეც ვფიქრობ, დღევანდელი ჩვენი გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანი არის იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ამ თემაზე დავიწყე მომზადება, ძალიან ბევრი მასალა ვერ ვნახე, ასე ვთქვათ, ინტერნეტში და უმეტესად არის ინგლისურად, უცხო ქართულ ენაზე არაფერი არ არის მასალები ამის შესახებ და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ჩვენი გადაცემა. მანიშნება, რომ გავდივართ მცირე სარეკლამო ჭრაზე და ზუსტად 2 წუთში დაგიბრუნდებით. თქვენ უსმენთ გადაცემა Promoters. თქვენი ბიზნესის წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. დავბრუნდით ჩვენ ეთერში, შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენ საუბრობთ კორპორატიული იდენტობის შესახებ და დღეს ჩვენი სტუმარი არის ნინო სუბელიანი, ჯეპრას უფროსი სპეციალისტი. გადმოვალ შემდგომ შეკითხვით, აუცილებელი არის თუ არა კორპორატიულ იდენტობასთან როცა გვაქვს საქმე, კომპანიას გაცნობიერებული კონდეს რა პოლიტიკას ატარებს იგი. თავისთავად, ეს უფრო მეტად ხდება დიდ კომპანიებში, თუმცა რეკომენდაცია არის ჩემ მხრიდან, რომ ყველა კომპანიას ვეტყოდი, რომ დიდი იქნება თუ პატარა, 5-კაციანი, 3-კაციანი თუ 100-კაციანი არ აქვს მნიშვნელობა, კომპანიას უნდა გქონდეს გარკვეული ღირებულებები, გაწერილი, ასე ვთქვათ, გარკვეული გაიდლაინებიც კი თანამშრომლებისთვის, რომ იმ მიზანს მიაღწიოს, PR-ის მიმართულებით გულისხმობ, რა მიზანსაც უნდა რომ მიაღწიოს გარკვეული აქტივობებით, ხო? ანუ თავისთავად კომპანია ფიქრობს იმიჯის ფორმირებაზე, ხო? ეს მოითხოვს ცალსახად მოითხოვს ამ მიმართულებით ყურადღების გამახვილებას არა მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე, არამედ სხვა გზით კორპორატიული იდენტობის გამოხატულებაზე. ისევ და ისევ თანამშრომლების, ასე ვთქვათ, ერთ ენაზე საუბარი შეიძლება ესე დავარქვათ, რამდენად კომპანიაში ერთ ენაზე საუბრობს ყველა თანამშრომელი, ხო? ეს გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ, მაგრამ ალბათ ხვდებით, ხო, რასაც გულისხმობ, ანუ კომპანიას უნდა გქონდეს იდეოლოგია, რისი მატარებელიც იქნება თითოეული თანამშრომელი და ეს იდეოლოგია ყალიბდება კორპორატიული კულტურიდან გამომდინარე, ანუ მენეჯმენტი ირჩევს გარკვეულ ხედვას სხვადასხვა მიმართულებით, ხო? თუნდაც სოციალურ პასუხისგებლობის კუთხით და სხვადასხვა მიმართულებით, ანუ ეს არის კომპანიის კულტურა, იქნება ეს სტეიქჰოლდერებთან ურთიერთობა, მომხმარებელთან ურთიერთობა თუ უშუალოდ თანამშრომლების შიდა კომუნიკაციის პროცესი, რამდენად თავისუფლად არიან ისინი კომპანიაში, რამდენად დაძაბულები არიან, ანუ განსხვავდებიან კომპანიები ამ მიმართულებით, ხო? ისევ მახსენდება ბანკი, სადაც ნუ ვამბობთ, რომ უფრო მკაცრად არის ყველაფერი, თუნდაც არ ვიცი, ჩემ პრაქტიკიდან გამომდინარე, მსხვილ კომპანიაში ვმუშაობდი და ეხლა ვარ, ასე ვთქვათ, უფრო პატარა კომპანიაში, რომელიც PR კონსულტაციას ეწევა და სხვადასხვა კომპანიებს ვემსახურებით, ხო? ამ ორშიც კი ძალიან დიდი სხვაობა ჩემს პრაქტიკას წარმოვადგენ ახლა. აბსოლუტურად სხვადასხვა კორპორატიული კულტურა, მით უმეტეს საერთაშორისო კომპანიას თუ შევადარებთ ადგილობრივ კომპანიას, ხო? აი საერთაშორისო კომპანია ვახსენე, მით უფრო მნიშვნელოვანია, ესე ვთქვათ, პოლიტიკის და კულტურის ფორმირება. თუ კომპანია ფუნქციონირებს, არ ვიცი, 30-40 ქვეყანაში, ეს ცენტრალური ოფისიდან იმართება და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში ვართ, კორპორატიული კულტურა უნდა იყოს ერთი ყველგან, ანუ წარმოდგენილი უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ერთი ხაზით. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ისევ და ისევ რეკომენდაცია არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს ძალიან პატარა კომპანია, მასაც უნდა ქონდეს, ასე ვთქვათ, გარკვეული გაიდლაინები ამ მიმართულებით და ეს არის კომპანიის, ვთქვათ, ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.
მეც დაგეთანხმებით ნამდვილად, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, რომ კომპანიები ფიქრობენ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ ვიზუალზე, ლოგოზე, სლოგანზე, თუნდაც და ფერზე და ასე შემდეგ, რომელსაც ყველაფერი ძალიან დატვირთვა აქ, ასე ვთქვათ, PR-ში და არ აქვთ ვთქვათ მისია, არ იციან რა არის კომპანიის მისია, არ აქვთ ვთქვათ ფასეულობები და რას ემსახურება კომპანია ხშირ შემთხვევაში არ აქვთ გაცნობიერებული არც თანამშრომლებს და არც რას ემსახურება. ეს ალბათ ძალიან პრობლემა არის დღეს ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ფიქრობენ ფერზე და იგივე დამეთანხმებით ალბათ რომ ფერსაც თავისი გამოყენება აქვს და თავისი ფსიქოლოგია გასაგებად ამ ფერების ცოდნასაც. რატომ აქვს კომპანიას ვთქვათ მწვანე ან ნაცრისფერი ფერი ან წითელი არ აქვს მნიშვნელობა ეს თუ თანამშრომელმა არ იცის, ეს არის კომპანიის მენეჯმენტის მინუსი, შეიძლება PR-ის და HR დეპარტამენტის მინუსი, იმიტომ რომ ეს არის შიდა კომუნიკაციის პროცესში გასათვალისწინებელი ფაქტორი და თუ ეს კომუნიკაცია არ შედგება ეფექტურად, თავისთავად გარე კომუნიკაციაში მათ ექნებათ ხარვეზები, რაც მიიღებს ისეთ უკავშირს, როგორცაც ხშირ შემთხვევაში იღებენ არაწარმატებული კომპანიები, ხო? მაგალითებით რომ ასე ვთქვათ, ვესაუბროთ ჩვენ მსმენელებს, თქვენი კომპანიის ჯეპრას ფერი არის მწვანე. აი რა ის ნიშნავს, რატომ არის ჯეპრას ფერი მწვანე? ჩვენ გვაქვს გარკვეული სოციალური პასუხისგებლობის ხაზი, ასე ვთქვათ, განვითარებული, რაც გამოიხატება სწორედ ამ ფერში, ანუ მწვანე და ნაცრისფერი. ეს არის ბრენდინგის ნაწილი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ფერები გამოხატავს ჯეპრას კორპორატიულ იდენტობას. ანუ რამდენად ეს ახლა უშუალოდ თანამშრომლებზე გამოიხატება, ეს შეიძლება გარეშე პირებმა განსაზღვრონ, თუმცა ერთს ვიტყვი, რომ ჯეპრას აქვს თავისი ხასიათი, ხო? ეს არის მისი კორპორატიული გამოხატულება. თითოეულ თანამშრომელზე არის გადმოტანილი ეს ხასიათი, რამდენად თავისუფალი ვარ, თქვათ, გარე კომუნიკაციაში, ხო? მაშინ, როდესაც დიდი მსხვილი კომპანიების თანამშრომლები შეიძლება ესეთი თავისუფლები არ არიან, ხო? ანუ შედარებითია ყველაფერი, ანუ ეს სოციალურ მედიაშიც ვლინდება ჩვენი ხასიათი, არ ვიცი, შეიძლება რაღაცა სხვადასხვა განცხადებებში, საზოგადოებაში მიმდინარე გარკვეულ მოვლენებთან დაკავშირებით. ანუ ჩვენ ვართ გუნდის წევრები, რომლებიც ვატარებთ ერთ კორპორატიულ კულტურას და ეს ვფიქრობ, რომ არ ვიცი, შეიძლება თქვენას ან სხვებმა ესე არ შეაფასონ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არის ჩვენი ხასიათის მატარებელი. თუნდაც აი კონკურენტებთან ურთიერთობა, ჩვენს მომხმარებელთან ურთიერთობა, თუნდაც ის ეთიკური ნორმები, რასაც ჩვენ ვითვალისწინებთ, ხომ? ჩვენ არ არის ესე, რომ ყველა კამპანია შეიძლება განვახორციელოთ და ყველა დაკვეთა ავიღოთ. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ უარით შეიძლება ვთქვათ, გარკვეულ დაკვეთებზე ძალიან იშვიათად ხდება ესეთი რამ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს კომპანია ითვალისწინებს ეთიკურ ნორმებს, ბიზნეს ქცევის კოდექსს და ეს ყველაფერი არის ჩვენი პოლიტიკის ნაწილი, ასე ვთქვათ, კომპანიის პოლიტიკის ნაწილი. აი როგორ გამოიყურება თქვენი თანამშრომლების, ასე ვთქვათ, ეს კორპორატიული იდენტობა, საინტერესოა რაღაც ეს პატარა მაგალითებით რომ გითხრათ. როგორ გამოიყურება ეს ძალიან რთულად სათქმელია, ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ ჯეპრელები და გვაქვს ჩვენი ხასიათი, ეს ვლინდება ალბათ ყველაფერში, ჩვენს გზავნილებში, გარკვეულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჩვენს ურთიერთობებში, რომელიც ძალიან უშუალოა როგორც მომხმარებელთან, ასევე ზოგადად ფართო საზოგადოებასთან, ხო? ჩვენს გუნდურობაში გამოიხატება პირველ რიგში. ძალიან მნიშვნელოვანია ის განცდა, რაც მე მაქვს ჯეპრაში, რაც პრინციპში განსხვავდება შეიძლება ბევრი კომპანიისგან და მიმუშავია ბევრ სხვა კომპანიაში, ხო? აი აქ განცდა გვაქვს თითოეულს, რომ ჩვენ ვართ პარტნიორები და ეს რეალურად ესეა. ჩვენ ერთად ვქმნით ბიზნესს და ეს ხედვა, ეს პოლიტიკა ჩვენს ბიზნესს აძლიერებს, შეიძლება ითქვას. თითოეულს გვაქვს ჩვენი პასუხისგებლობა, მაგრამ ჩვენ როგორც ერთი გუნდი წარმოვადგენთ ჯეპრას და ვავითარებთ ჯეპრას. მეც მახსოვს, როდესაც ვსწავლობდი ბრენდინგს, ჩვენი ლექტორი გვეუბნებოდა ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რომ უნდა იცოდეთ, როდესაც ქმნით რაღაცა ბრენდს, ვინ არის თქვენი ბრენდი. გოგოა, ბიჭია, როგორ აცვია, რანაირად საუბრობს და ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ჯეპრა ბიჭია. ხო, ეს შემიძლია ვთქვა, რომ ჯეპრა არის ბიჭი.
ნამდვილად კონდეს ალბათ ბრენდს გაცნობიერებული, სად მუშაობს ჯერ თანამშრომლსაც უნდა იცოდეს, ასე ვთქვათ, რა ბრენდი არის მისი და რა ფასეულობები აქვს და რას ემსახურება თვითონ დაგეთანხმებით. ან მეორე ფაქტორია, რომ იმდენად აჩქარებულ რეჟიმში ვართ ყველანი ზოგადად კომპანიებს გულისხმობ, რომ შეიძლება რომელიმე კომპანიის თანამშრომელს კითხოთ და ვერ დაასახელოს ზუსტად, თქვათ, გარკვეულ დეტალებზე ვერ ისაუბროს ბრენდინგთან დაკავშირებით, ხო? და ეს არც არის სავალდებულო. მას მთავარია კონდეს, ასე ვთქვათ, განცდა იმის, რომ ის არის კომპანიის ღირსეული წევრი, არ აქვს მნიშვნელობა როგორ თანამდებობაზეა, ესმოდეს, ასე ვთქვათ, კომპანიის განვითარების ასე ვთქვათ, სამომავლო გეგმები, რატომ არის ასე თუ ისე და ასე შემდეგ. ანუ გარკვეულწილად უფრო მეტად უნდა გაითავისოს, ვიტყოდი ესე მარტივად, რომ უფრო მეტად უნდა გაითავისოს პრობლემაც და ასე ვთქვათ, ყველა დადებითი მხარე კომპანიის და როგორც გუნდის წევრმა ამ კომპანიასთან ერთად იზრუნოს მთლიანად კომპანიის განვითარებაზე და კეთილდღეობაზე, ხო? გადმოვალ შემდგომი კითხვით, საინტერესოა რამდენად რეპუტაცია და იმიჯი ესეც კორპორატიული იდენტობის ნაწილი არის. კი ბატონო, რეპუტაციაზე ვზრუნავთ ყველანი ალბათ, ხო? ზოგი გაუცნობიერებლად, ზოგი გაცნობიერებულად, ხო? ამას წინათ მქონდა ბლოგპოსტი, ერთი ბლოგი მქონდა კორპორატიული იდენტობაზე, ჩემი პირად ბლოგი იყო, ჩემი კორპორატიული იდენტობა, როგორ მოხდა ჩემი ტრანსფორმირება, ასე ვთქვათ, ერთი კომპანიიდან რომ მეორეში გადავედი და რა შეიცვალა ჩემთვის, ხო? და ახლა ხანს განთავსდა ინტერნეტზე 4P არის ჩვენი საიტი. პოსტი, ასე ვთქვათ, რომელიც ეკუთვნოდა სოციალურ ქცევას, ანუ სოციალურ ქსელში თანამშრომლების ქცევას, ხო? ანუ ნებით უნებლიეთ ადამიანები, როდესაც გვაქვს აი ხელა პლატფორმა, აი ხელა საშუალება, რომ ჩვენი თავი წარმოვადგინოთ, იქნება ეს პოსტით თუ ფოტოს განთავსებით, ვცდილობთ რომ ჩვენ გამოვჩნდეთ, ხო? აი ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად კომპანიამ უნდა მიაქციოს ამას ყურადღება, რამდენად სწორი მიმართულებით ზრუნავს თანამშრომელი საკუთარ იმიჯზე, იმიტომ რომ პირდაპირ ილინკება, პირდაპირ კავშირშია ეს კომპანიის წარმატებასთან. ანუ როგორია ჩემი ქცევა, რამდენად შინაარსიანია ჩემს მიერ განთავსებული პოსტი სოციალურ ქსელში, რამდენად ადეკვატურია ის ფოტომასალა, რომელსაც ვდებ, როგორია ჩემი გამოხმაურება და ასე შემდეგ. ამას ყველაფერს ექცევა ყურადღება და საზოგადოება ამას აკვირდება. ანუ საზოგადოება უფრო მეტად სწავლობს ახლა მაგალითად Facebook-ის მომხმარებლის ქცევას, ვიდრე ეს დასაწყისში იყო, როდესაც გავააქტიურეთ ეს სოციალური გვერდი საქართველოში თავისთავად. რაც უფრო გადის დრო, ეს მიმართულება ვითარდება ისე, რომ შეიძლება ითქვას უკონტროლოც არის და პრინციპში გარკვეული ტრენდი წყალიბდება, რომ უკვე კომპანიები გარკვეულწილად HR-ს გულისხმობ, HR გუნდი ამ ყველაფერს აქცევს ყურადღებას და შეიძლება გარკვეული გაიდლაინების შემოღებაც კი დაიწყონ და არის უკვე რამდენიმე კომპანია, რომლებმაც ეს განავითარეს, ხო? და რატომ? იმიტომ რომ როდესაც წარმოვადგენთ კომპანიის სახეს, მით უმეტეს როდესაც წარმოვადგენთ კომპანიის სახეს, ცხადია უნდა დავფიქრდეთ რაღაცებზე, თუმცა ეს არის ნებაყოფლობითი, ხო, როგორ მოვიქცევი, ვთქვათ, სოციალურ ქსელში, როგორი გზავნილები მექნება საზოგადოებასთან, ანუ რით გამოვხატავ, ვთქვათ, ჩემი თავის პოპულარიზაციას როგორ მოვახდეთ. თუმცა იმდენად დიდ კავშირშია კომპანიის იმიჯთან, რომ რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს მეტ ყურადღებას უშუალოდ კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან. ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, სუბიექტური დამოკიდებულება. ხდება ხოლმე ისე, რომ რაღაცები შეიძლება არ მოსწონდეთ და მე ასე ვთქვათ, უთანხმოება იყოს შიდა კომუნიკაციაში უფროსა და დააქირავებულს შორის. ამიტომ ესეც ერთგვარი რეკომენდაცია იქნება, რომ გარკვეული, ასე ვთქვათ, რეგულაციები არა მკაცრი, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ეს არის PR სამსახური მათთვის მით უმეტეს უნდა იყოს ასე ვთქვათ, გასაგები, გარკვეული რეგულაციები არსებობდეს, ხო, ამ მიმართულებით.
საუბრობთ ასე ვთქვათ, აი კორპორატულ იდენტობაზე და საინტერესოა რომ იმდენი ასე ვთქვათ მახასიათებელი ჩამოთვალეთ, რომ ძალიან ახლოს არის ბრენდინგთან და თუ არის რაღაც ადგილები, სადაც არ იკვეთება თქვა და კორპორატული იდენტობა არის ცალკე და ბრენდინგი ცალკე. პლუს ამასთან ერთად ძალიან ახლოს არის PR-თან. საქართველოში კორპორატული იდენტობა ასე ვთქვათ, ასე არ ისწავლება და არ არის ჩვენთან. ანუ აუცილებელია რომ ჩვენ ვიცოდეთ ბრენდინგი, ვიცოდეთ PR-ი, რომ კორპორატიული იდენტობა შევქმნათ თუ რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი. კორპორატიული იდენტობა უნდა კონდეს, თქვათ, პოლიტიკურ პარტიასაც, ხო? უფრო მეტიც, აი მაგალითად ამერიკას აქვს მისი ბრჭყალებში კორპორატიული იდენტობა, ხო? ასე ვთქვათ, გაწერილი. რაც მე ვიდრე აქ მოვიდოდი, რაღაცები, ასე ვთქვათ, ნახე ინტერნეტში, მინდოდა საინტერესო кейსები მომეწოდებინა, ბევრი მართლა არაფერი წერია, მაგრამ აი ეს იყო რამაც ყურადღება მიიქცია, რომ აი ქვეყანას შეიძლება კონდეს მისი რაღაცა იდენტობა. ამას კორპორატიული ქვია ბრჭყალებში, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ეს არ არის კომპანია, ხო? მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ მას აქვს მისი, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, მაინც კავშირშია ბრენდინგთან, მას აქვს მისი განსაკუთრებული გამოხატულება, ხო? პარტია ვახსენე, ანუ თუ პარტიაში, პოლიტიკურ პარტიაში ეს ერთიანი ღირებულებები არ არის გათავისებული, ერთიანი იდეოლოგია არ არის ფორმირებული, რა თქმა უნდა, მათ არ ექნებათ ის წარმატება, რისი მოლოდინიც აქვთ, ხო? შესაბამისად, ესეც დიდ კავშირშია იმასთან, რომ კონდეთ თავიანთი ორგანიზაციული კულტურა ჩამოყალიბებული, მისია განსაზღვრული, რაც მათ განასხვავებს სხვა პარტიისგან და ეს იქნება მათი კორპორატიული იდენტობა, ხო, ორგანიზაციული გამოხატულება. ასე ვთქვათ, აი კორპორატიული იდენტობა პატარა რეზიუმესავით რო ვთქვათ, არის ასე ვთქვათ, ფასეულობა და ღირებულება ორგანიზაციის თუ რითაც ეს ორგანიზაცია განსხვავდება სხვა ორგანიზაციისგან, ისევ და ისევ დავამატებ აქ უნიკალურ ღირებულებებზეა საუბარი, ხო? უნიკალური, იმიტომ რომ ის განსხვავებული უნდა იყოს, ანუ ეს არის და ეს პრინციპში კორპორატიული იდენტობა. ნამდვილად არ გამოიხატება მხოლოდ ფერებით და მხოლოდ ლოგოთი. ეს პოზიციონირება, ასე ვთქვათ, რამდენად კორპორატული იდენტობის ეს ძალიან დიდ კავშირშია პოზიციონირებასთან, ანუ როგორ ხდება კომპანიის პოზიციონირება, რამდენად ვთქვათ, აი მწვანე ფერი რახან ვახსენეთ, ვიტყვი, ხო? კომპანია თუ აქვს მას მწვანე ფერი, რატომ აქვს ეს მწვანე ფერი და ამით როგორ პოზიციონირებას აკეთებს, როგორც მწვანე კომპანია, ასეთ პოზიციონირებას და თუ ასეთ პოზიციონირებას აკეთებს, რამდენად ეს ესმით მის თანამშრომლებს. იმიტომ რომ აი 21 საუკუნეში კომუნიკაციის უსაზღვრო საშუალებებია, სადაც ის რაც ადრე არ ხდებოდა, ვთქვათ, ეხლა უფრო მეტად გამოვლენილია. თითოეული თანამშრომლის ქცევა ისევ და ისევ ვიმეორებ, აისახება კომპანიის იმიჯს, ამიტომ მათთვის, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ შიდა კომუნიკაციაში გაითვალისწინონ, ასე ვთქვათ, კორპორატიული იდენტობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ხო? აი ორგანიზაციაში როგორ წარმოუჩდებით, თქვათ, მედია როგორ გვაშუქებს, ფიქრობს თუ არა მას ყოველთვის ორგანიზაცია და უფრთხილდება თუ არა, ასე ვთქვათ, თავის იმიჯს. გააჩნია როგორი პრესსამსახური ყავს, როგორი PR მენეჯერი ყავს, როგორი გუნდი ყავს, ხო? არის ხოლმე ესეთი ფრაგმენტული გაშუქებები, სადაც, ასე ვთქვათ, PR სამსახურს გამორჩება გარკვეული დეტალები და მივიღებთ ინფორმაციას, მაგრამ აი ეს კორპორატიული იდენტობა ნაკლებად ვლინდება, ხო? ამა თუ იმ არ ვიცი ინტერვიუში ან სიუჟეტში, ანუ ამას უკვე PR სამსახურმა უნდა მიაქციოს ყურადღება, იმიტომ რომ მედია ამაზე არ დაიწყებს დიდ ფიქრს, ეს ძალსახად ასეა. მეც მახსოვს, რომ სწორედ შესაძლოა სწავლობდი PR-ზე, რომ ასე ვთქვათ, ყველა პატარა დეტალიც კი აუცილებელია, რომ კამერას ვთქვათ მოვაშოროთ, სიტყვაზე საფერფლე, იმიტომ რომ ეგრევე ოპერატორი ყოველთვის საფერფლეზე ახდენს თავის ფოკუსს და ეს ყველაფერზე, ყველა დეტალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აბსოლუტურად ყველა დეტალს აი ჩავერთვები ახლა. როგორც ვთქვათ, სიუჟეტის
სიუჟეტში უნდა გამოვლინდეს ეს ან ინტერვიუში, ასევე თითოეულ შეიძლება ეს დაწერილ წერილში და იმეილით გაგზავნილ წერილში, ხო, იქნება ეს დაბეჭდილი თუ ელექტრონული ვერსია, ანუ მიმოწერაში, ტელეფონს როდესაც სცემ პასუხს, ანუ აქაც კი ვლინდება ეს რაღაცა კომპანიის კულტურა, ხო, რამდენად აი ამ კულტურის მატარებელი ხარ. რამდენად ვთქვათ კომუნიკაბელური ხარ მომხმარებელთან, რამდენად მათ მოთხოვნებზე ხარ ორიენტირებული, რამდენად ვთქვათ უკავშირის მიღება არის მნიშვნელოვანი და რამდენად ამის ფორმულირებას ახდენ ისე როგორც საჭიროა, ხო? ყველა დეტალში, ანუ თითოეულ ფურცელზე თუ ნათქვამში არ აქვს მნიშვნელობა, ყველგან ეს ჩანს და ოჯახში თუ მე განვიხილავ ჯეპრას და განვიხილავ კარგად, ეს იმის დამსახურებაა, რომ მე ამ კომპანიის პოლიტიკა მესმის, მე ამ კომპანიის ხედვა მესმის, ოჯახი იქნება თუ მეგობრები, ყველგან, ასე ვთქვათ, ის გზავნილი გამაქვს, რა გზავნილიც გააქვს ჯეპრას ოფიციალურად საზოგადოებასთან. ხო, აი ეს არის პრინციპში ის რაც უნდა ესმოდეს თითოეულ გუნდის წევრს კომპანიის. კარგით, გავდივართ სარეკლამო პატარა ჭრაზე და დავბრუნდებით ზუსტად 2 წუთში დაგველოდეთ. თქვენ უსმენთ გადაცემა პრომოუტერს. თქვენი ბიზნესის წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის თემა არის კორპორატიული იდენტობა და ჩვენი სტუმარი არის ჯეპრას უფროსი კონსულტანტი ნინო სუბელიანი. გადმოვალ შემდეგი შეკითხვით საინტერესოა, რომ შევეხოთ რებრენდინგს, ძალიან დიდი თემაა, მაგრამ ასე ვთქვათ, მოკლედ მაინც რომ აღვნიშნოთ, საინტერესო რებრენდინგის დროს, როდესაც კომპანია იცვლის ფერს, ლოგოს, სლოგანს და ასე შემდეგ. თუმცა მარტო ეს არ არის, რა თქმა უნდა, რებრენდინგი. რამდენად ირღვევა ამ დროს კორპორატიული იდენტობა და საჭიროა თუ არა შემდგომ რეაბილიტაციისათვის და მომხმარებლებში რომ თავიდან დაიმკვიდროს ადგილი ბრენდმა, ძალიან დიდი ეტაპები სჭირდება თუ არა ამ ყველაფერს. კი, ძალიან საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის მაგალითები, როდესაც ეს ხდება, ასე ვთქვათ, იმის დასრულებით, რომ მხოლოდ ვიზუალური მხარე შეიცვალა, ვთქვათ, სლოგანი შეიცვალა და აი ამით დამთავრდა რებრენდინგი. ხო, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ აი მას სჭირდება შემდგომი აი რეაბილიტაცია რო ახსენეთ, საკმაოდ დიდი ძალისხმევა იმისთვის, რომ ახალი ბრენდი გაითავისოს თითოეულმა თანამშრომელმა, მომხმარებელმა, ანუ შემდგომი კომუნიკაცია ჭირდება, როგორც გარე კომუნიკაცია ბრენდის აქტივაციისთვის, ასევე შიდა კომუნიკაცია უშუალოდ კომპანიაში, იმიტომ რომ რაც არ უნდა, ხშირ შემთხვევაში არის, რომ გარეთ, ვთქვათ, კამპანიებს აკეთებენ, გარე კომუნიკაციას წარმართავენ კარგად, მაგრამ შიგნით თანამშრომლებმა არიციან ეს ყველაფერი ისე როგორც საჭიროა, ანუ არ არის სწორად მიტანილი ინფორმაცია, არ არის გარკვეული ტრენინგები ჩატარებული თანამშრომლებისთვის, ანუ როგორც წესი თანამშრომლებს უჭირთ ახალ ტალღებზე გადასვლა, ერთი ის რომ მათ წლების განმავლობაში შეიყვარეს არსებული ბრენდი და ის რომ ისინი, ვთქვათ, ახალ ტალღაზე გადავიყვანოთ, ამას რა თქმა უნდა ჭირდება გარკვეული აქტივობების განხორციელება შიგნით კომპანიაში, ხო? თუ ეს არ შედგა ეს პროცესი, თუ ეს არ განხორციელდა, რა თქმა უნდა, შედეგი არ შეიძლება იყოს ეფექტური. რა თქმა უნდა, შეიძლება კომპანიას ჰქონდეს პრობლემები. აი დიდ კომპანიაში მქონდა მე პირადად ამის გამოცდილება და ძალიან დიდი ძალისხმევა დაგჭირდა რებრენდინგის პროცესში, იმიტომ რომ თუ კომპანია თქვა 10 წელი ატარებდა რაღაცა სახელს, შემდგომ მოხდა ამის რებრენდინგი, ეს არა მხოლოდ მომხმარებლებთან ურთიერთობაში იყო, ვთქვათ, დიდი გამოწვევა, არამედ უშუალოდ კომპანიაში აქ საუბარია, როდესაც 1000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, თორე პატარა კომპანიისთვის უფრო მარტივად სამართავია, ხო, ეს პროცესი. დიდ კომპანიებში ამას, რა თქმა უნდა, ჭირდება მენეჯმენტის მხრიდან დიდი ყურადღების მიქცევა. აქ უნდა იყოს ჩართული ორი სტრუქტურა, როგორც PR დეპარტამენტი, 3 ვიტყოდი, PR, მარკეტინგი და HR დეპარტამენტი, ანუ ეს უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ერთობლივი საქმე. სადაც PR-ი ასრულებს ძალიან დიდ როლს, იმიტომ რომ PR-ი აძლევს პრინციპში ამ ყველაფერს მიმართულებას და დანარჩენი არის, ასე ვთქვათ, მართვის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი, ხო? მეც ნამდვილად ძალიან ბევრმა კომპანიამ ჩვენთანაც საქართველოს, ასე ვთქვათ, ბაზარზე შეიცვალა თავისი, ვთქვათ, რებრენდინგი მოხდა, მაგრამ
ჩემამდე ნაკლებად მოდის ხოლმე და ძალიან რთულია ალბათ რომ თავიდან დაიმკვიდროს და უკვე ვეღარ წხვდები ხოლმე რომელი კომპანიამ რომელი გახდა. სიტყვაზე ძალიან რთულია ასე ვთქვათ რებრენდინგი. ჩვენ როგორც კონსულტანტები მე როგორც კონსულტანტი ვიტყოდი რომ თუ არის დაკვეთა ბრენდინგზე ჩვენ აუცილებლად ვთავაზობთ ამ ბრენდის აქტივაციის ასე ვთქვათ მეთოდოლოგიას როგორც შიდა კომუნიკაციის გათვალისწინებით ასევე გარე კომუნიკაციის გათვალისწინებით თუ კომპანია არ თანხდება ასე ვთქვათ შემდგომი განვითარებისთვის აი ამ აქტივობებზე ეს უკვე არის ასე ვთქვათ რთული ეტაპი ჩვენ რეკომენდაციის დონეზე მაინც ვთქვათ ვეცდებით რომ ეს კომპანია მივიყვანოთ იქამდე რომ ასე ვთქვათ შიგნით მენეჯმენტმა ეს ყველაფერი მართოს ყველა შემთხვევაში ბრენდინგთან დაკავშირებით როდესაც იწერება სტრატეგია ჩვენ ყველაფერს ვითვალისწინებთ ანუ ეს არის განუყოფელი ნაწილი რებრენდინგის ბრენდინგის თავისთავად და რებრენდინგში კიდევ უფრო მეტი გამოწვევა რა თქმა უნდა ნამდვილად ჩვენი გადაცემა ასე ვთქვათ ბოლოსკენ მიდის და მინდა რომ ამ თემაზეც ვისაუბროთ თქვენი სტატია წავიკითხე კორპორატიული იდენტობა ასე ვთქვათ როგორც პიროვნებაზე საინტერესოა როგორი არის კორპორატიული იდენტობა როდესაც ეს პიროვნებას ეხება როგორ ვიცვამთ როგორ საუბრობთ და ასე შემდეგ საკმაოდ საინტერესო პროცესია ანუ ეს სტატია როდესაც დავწერე ბლოგი უფრო სწორედ ხო აი ეს იყო ჩემი გულიდან ამოსული სიტყვები იმიტომ რომ მე 8 წელი ვმუშაობდი დიდ კორპორაციაში რომ გადავწყვიტე რომ ჩემი განვითარებისთვის უმჯობესი იქნებოდა ვთქვათ საკონსულტაციო სერვისში საკონსულტაციო ბიზნესში გადავსულიყავი და აბსოლუტურად სხვა ხასიათი დავინახე აი მორ კომპანიის შედარება პრინციპში წარმოუდგენელია ხო სულ სხვადასხვა მიმართულება სულ სხვადასხვა კორპორატიული კულტურა სულ სხვადასხვა პოლიტიკა და თავისთავად ჩემი ქცევაც შეიცვალა ასე ვთქვათ ადაპტირება მოხდა ჩემი პერსონის იმის მიხედვით თუ როგორ კორპორატიულ კულტურას ატარებს ეს კომპანია ამ შემთხვევაში ჯეპრა ხო საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო ანუ თავიდან არ იყო ნამდვილად მარტივი თუმცა გამომდინარე იქიდან რომ PR-ის სპეციალისტი ვარ ალბათ ბევრი რამ ასე ვთქვათ სხვა თვალით იყო ჩემ მხრიდან დანახული და საკმაოდ სწრაფად მოხდა ასე ვთქვათ ჩემთვის ამ ყველაფრის გავლა მე ეს მგონია სავარაუდოდ თუ ვატარებ ხოლმე სპორტულ ტანსაცმელს ალბათ მთავრობაში რომ დავიწყო მუშაობა ნამდვილად სპორტულ ტანსაცმელს ვეღარ ჩავიცა ძალიან დიდი მადლობა ქავატონი ნინო სტუმრობისათვის ნამდვილად კარგად ვისაუბრეთ ასე თქვა და ხშირად იქნებით ჩვენი სტუმარი ნამდვილად ასე ვთქვათ ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ წავიდა ძალიან დიდი მადლობა რომ გვისმენდით და მომავალ ორშაბათს შევხვდებით აუცილებლად მაგრამ ვინც ვერ მოусმინდა დღევანდელ გადაცემას აუდიო ჩანაწერი აუცილებლად განთავსდება რადიო პოზიტივის Facebook-ის გვერდზე დიდი მადლობა რომ გვისმენთ თქვენ უსმენთ გადაცემა პრომოუტერს თქვენი ბიზნესის წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა